ამ სამსახურში კარგად რომ უხდიან, გასაკვირი არ არის. სწორედ ის უდგას სათავეში არხის პროპაგანდისტულ სარედაქციო პოლიტიკას და ოცნებისთვის მოსაწონ გადაწყვეტილებებსაც იღებს. ავტოკრატული ლიდერობის სტილი მარტივად შეიძლება შეჯამდეს ბრძანებით გააკეთე როგორც გითხარი. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ათავისუფლებს, კრიტიკულ გადაცემებს ხურავს, რის შედეგადაც ხალხის დაფინანსებული ტელევიზიიდან ხალხის ხმა არ ისმის. ეს დირექტორთა საბჭომ იმშელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავითავისუფლებდნენ სამსახურიდან. მოკლედ 40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პატარა წყოთა მქონდა შუალედში დაწლიანი. დანარჩენი 40 წელი ავატარებ სრული. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გმადლობთ რომ გუყურებთ. გსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.